გამარჯობა მეგობრებო, ცოტახნიანი, არც თუ ისე ცოტახნიანი პრინციპში პაუზის მერე დაგვიბრუნდა ორბის პოდკასტი, საკალათბურთო კლუბ ორბის პოდკასტი, ქართული კალათბურთის ხმა. გარემო პირობების გამო იყო ეს პაუზა, მაგრამ ამიერიდან აღდგება ისევ ყოველკვირად ჩვენი გადაცემა და იმედია ისეთივე საინტერესო იქნება, როგორც აქამდე, საინტერესო სტუმრებთან ერთად. დღეს ნუგო აბულაძე არის ჩვენი სტუმარი, კალათბურთის სამყარო მას კარგად იცნობს. კალათბურთო მენეჯერი, საინტერესო ადამიანი, მასთან აქამდე უკვე გვისაუბრია. უბრალოდ ის გადაცემა ვერ მოხდა ეთერში და ეხლა უკვე თავიდან ყველაფერს გავივლით და დარწმუნებული ვარ საინტერესო საუბარი გვექნება. თორნიკე გიორგაძე, გიორგი პავლიაშვილი ისევ თქვენთან ერთად და დავიწყოთ. მოგვენატრა მაყურებელი თქო. რო დაუბრუნდით ეთერში და ნუგოსთან იმედია საინტერესო გადაცემა გამოგვივა და პირველი კითხვით ალბათ ნუგოს გამოცდილება იქნება საინტერესო სუპერლიგაში, ყველაზე დიდი ხანია უკვე მენეჯმენტში სუპერლიგაში არსებული კლუბები და იმ კითხვას დაუბრუნდები და რო შევადაროთ რაც ის პერიოდი, როცა დაიწყე მოღვაწეობა, ესე ვთქვა და გაიარეს რთული გზები სუპერლიგაში და დღეს რა არის გაუმჯობესებული და რა პრობლემები კვლავ რჩება, ისე რაც ერთობლივად ალბათ ლიგა უნდა ვიზრუნოთ და გამოვასწოროთ. კი ბატონო. პირველ რიგში მადლობა რომ ამ პროექტს აკეთებთ და აგრძელებთ და ნამდვილად ჭირდება კალათბურთზე საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს როგორც კალათბურთში დასაქმებული ადამიანებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს სპორტი უყვარს რა და მადლობა ამისთვის კიდევ ერთხელ რომ ამას აკეთებთ. ნუ რა შეიცვალა ეხა წლების განმავლობაში თითქმის უკვე 10 წელია, მე-9 წელია წელს რაც მენეჯმენტში ვართ, ჩვენი ოჯახი და ნუ ძირითადად მე ვმართავ გუნდს და შეიცვალა მოთამაშეების მიდგომა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან სასიხარულოა რა. ბევრად უფრო პროფესიონალები გახდნენ ამ წლების განმავლობაში. ამ ბოლო წლებში განსაკუთრებით აიწია მათმა პროფესიონალიზმმა, ეს ალბათ გამოწვეულია იმიდან, რომ ბევრი მოთამაშე ხვდება სუპერლიგიდან და შანსი აქვთ, რომ ნაკრებში მიიღონ მონაწილეობა და ერთი თამაში მაინც ჩაატარონ, ეს ყველა მიცით რას ნიშნავს მოთამაშეებისთვის და ეს მართლა გამოსარჩევი არის ამ წლების განმავლობაში მენეჯმენტის კუთხით. არ ვიცი, რთულია მაგაზე ლაპარაკი, ჩემზე კარგად იცით, თითქმის არაფერი არ შეცვლილა, თითქმის იგივე სიტუაციაა, ხალხი თამაშებზე არ დადის, ეს დიდი პრობლემაა. და ნუ ესე რეგიონებმა ოდნავ რაღაც პოზიტიური ძვრები გამოაჩინა მაგ კუთხით, მაგრამ საბოლოო სურათი რა თქმა უნდა რომ შეცვლილი არ არის რა. კი, ნუ ეს ბოლო წელი არის ხო, ეს წელია, სადაც უკვე რეგიონებმა დაიწყეს აქტიურად კალათბურთში ჩართვა. და ეს გუნდები რომელიც თბილისში იყო დაფუძნებული გადავიდნენ რეგიონებში, რა შეერწყა ესე ვთქვათ რეგიონებს. და ამან რა თქმა უნდა გამოიწვია ესე ვთქვათ აჟიოტაჟი. ხო, პოზიტიური სიგნალები არის, მაგრამ ანუ ერთთლიან ჯაჭვში არ არის შეფუთული. კი, დაფინანსებაც გაიზარდა გუნდების, აქედან გამომდინარე მოთამაშეების ხელფასიც ალბათ 3 წლის წინ რანდელს რო შევადაროთ, მინიმუმ 3ჯერ მაინც იქნება გაზრდილი რა. და ეს რა თქმა უნდა დადებითი ფაქტორია და დადებითია ყველასთვის, მაგრამ მაინც ეს ფონი მე ვფიქრობ რომ საერთოდ საქართველოს სუპერლიგა საკმაოდ კარგი დონეა, ეგ თუნდაც იქიდან დადასტურდა რომ შარშანდელ FIBA Europa Cup-ზე TSO თამაში მოიგო და ვფიქრობ რომ მეტი თამაშის მოგება შეეძლოთ და უკეთესი გუნდის გაკეთება შეეძლოთ და იგივე პრობლემების წინაშე დადგა ქუთაისი წელს. ორი ლეგიონერი არ ყავდა თავიდან, ორი თამაში ეგრე ითამაშა, მაინც მოიგო ერთი თამაში, მერე თბილისში უბრალოდ ქულებით მოგება ჭირდებოდა, თორე ის თამაში მოგებაზე და მოვერტა. ის თამაშიც მოგებული ქონდა და რეალურად დონე თვითონ სუპერლიგის არის საკმაოდ კარგი და როა იყო შარშანდელი ჩემპიონატი რა. TSO-საც უჭირდა ჩემპიონატში თამაში შარშან. წელს უფრო გამორჩეულია ვიდრე შარშან იყო. და ქუთაის ეხაც მესამეზე არის ქუთაისი რა. და წააგო ბევრი ისეთი თამაში და ამიტომ ვფიქრობ რომ თვითონ დონე სუპერლიგის იმატებს წლიდან წლამდე რა. კი, მაგაში მეც დაგეთახვე, მაგრამ უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს რესურსი რომ გავიდეთ იქ, აი საშუალო დონის გუნდები.
ამ კითხვით, რომ კოტე იყო ჩვენ გადაცემაში ერთ-ერთი და მანამდე ისაუბრა, რომ კოტესაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ბიუჯეტური კლუბი ჩვენი ქვეყნის უჭირს კი არა ფაქტობრივად შეუძლებელია მისთვისაც ლეგიონერების შენარჩუნება და რაღაცა ბირთვის შეკრა რამოდენიმე წელი, რომ ესე team building-ი, რასაც ქვია გუნდის შენება გააგრძელოს. აი ამ პირობებში საბოლოოდ როგორ შეიძლება მივიდეთ იქამდე, რომ რაც სერიოზულ წინსვლაზე გქონდეს ლაპარაკი, როცა ყოველ წელს გიწევს ახალი გუნდის გაკეთება რა. მე მაგას შევხედავდი უფრო იმ უცხოელი მოთამაშეების და აგენტების გადმოსახედიდან რა. ესენი უყურებენ ამ ჩემპიონს როგორც ტრამპლინს მაგათთვის, რომ შემდეგ უფრო კარგ ჩემპიონატში წავიდნენ. ძირითადად ჩვენთან ჩამოდის არიან რუკი სეზონ მოთამაშეები, რა თქმა უნდა არ ვთვლი ყველას, ახლა 1-2 თუ არის ისეთი, რომელსაც 3 და 4 წელი შეიძლება ქონდეს ნათამაშები და ის მოთამაშე უკვე გამორჩეული არის ხოლმე ეგრევე სუპერლიგაში, უცხოელზე გულისხმობ რა. ის მოთამაშე ავტომატურად გამორჩეული არის ხოლმე სუპერლიგაში და ჩვენ უბრალოდ მაგ პრობლემას ვაწყდებით, რომ ჩვენი სახელი ვერ ავწიეთ ისე, რომ არ იყოს ტრამპლინი სხვა მოთამაშეებისთვის რა. ზუსტად მაგას როგორც მაგალითს მოვიყვან ბულგარეთის ჩემპიონატი, რომელსაც ქუთაისმა მოუგო წელს ბულგარულ გუნდს, ბულგარეთის ჩემპიონატის დონე რო ნახოთ, მე-4, მე-5, მე-6 გუნდები, ალბათ მაგ ადგილზე გასული ისეთი მაღალი დონის გუნდები არიან უცხოელებიდან გამომდინარე რა, ანუ უცხოელებიდან თან მაგათ მეტი უცხოელის ყოლა შეუძლიათ, რადგან საერთაშორისო ტურნირების თამაშობ, როგორც მახსოვს 5 არის თუ დაჟე 6 შეუძლიათ რა. და აქედან გამომდინარე ძალიან მაღალ დონეს თამაშობ. იქ ბევრი სერბიც თამაშობს, ბევრი ესტონელი, ისინი აი ადგილობრივი, ესე ვთქვათ, ახლოს ვინც არიან ერთმანეთთან და ამიტომ თვითონ დონე ბევრად მაღალი არის რა, მაგრამ მაინც მოუგეთ ჩვენმა საუკეთესო გუნდმა იმ მომენტში მოუგო ბულგარულ გუნდს. ნუ კონკრეტულად შენ გუნდზე ვილაპარაკოთ ახლა ამ რა გაგრაზე, რომელსაც შეეცვალა სახელი და ეს სისტემატური ხასიათი არის ხო? საქმისთვის ეგრეა საჭირო. გეგმებზე და მიზნებზე რა, ჯერ უახლოეს მომავალში, ანუ მიმდინარე სეზონში რა გეგმებით ხართ და მერე მომავალში ზოგადად. კი, ნუ რთულად დაიწყო ჩემპიონატი ჩვენთვის რა. თან ისე მოხდა, რომ ეხა არ არის დასამალი გუნდის გასხვისებას ვაპირებდით წელს საფხულში და ისე მოხდა, რომ ნუ რაღაცა გვიან დავიწყე სელექციის გაკეთება რა. მოლაპარაკებებიდან გამომდინარე და ნუ გუნდს ყავს ახალი სპონსორი, ესე რომ ვთქვათ და ჩემი პარტნიორები არიან ამ საქმეში, რის გამოც შეუცვალეთ ეს სახელი წელს და დავირქვით გაგრას სახელწოდება, ესე რომ ვთქვათ. და ჩემი პარტნიორები არიან გაგრადან წარმოშობით და აქედან გამომდინარე უნდათ და ჩემთვისაც მისაღებია რატომაც არა. ძალიან საპასუხისმგებლოა ამ სახელის ტარება და ვიცი რომ ბევრი ადამიანისთვის გულისტკივილია ეს და შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან ემოციურიც იყოს ამ გუნდის ყველა საქართველოში. წელს ნუ ბოლო წლებიდან გამომდინარე რა თქმა უნდა იდეა და აზრი გქონდა რომ 4-ეულის გუნდი უნდა ყოფილიყავით, იმიტომ რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ძირითადად სულ 4-ეულში გვიჭირავს ადგილი და ყველაზე სტაბილური გუნდი ვართ დაბალი ფინანსებიდან შედარებით, ესე რომ ვთქვათ და გვიჭირავს ჩვენი ადგილი 4-ეულში სულ. შარშანც მესამე ადგილზე დავამთავრეთ, ალბათ ფინანსურად და ბიუჯეტი ყველაზე დაბალი ბიუჯეტი გქონდა. და ნუ ესე რომ ვთქვათ, წელსაც გქონდა რა იმის განცდა, რომ უფრო მაღალ მიზნებისთვის ვიბრძოლებთ, მაგრამ არ დაიწყო სახარბიელ სეზონი. ბევრი ცვლილება გავაკეთეთ მთელი სეზონის განმავლობაში, მწვრთნელი, 3 მოთამაშე, იქ კახაჯინჭარაძე დავიმატეთ ახლა ბოლოს კიდე და უცხოელი მაღალიც დავიმატეთ კიდე ერთი მოთამაშე და ან დაალაგება ჭირდება გუნდს და დრო ჭირდება რა ეს დროის გარეშე სპორტში არაფერი არ გამოდის. მწვრთნელიც ახალი ყავს, რომელიც 2 თვეა მუშაობს და ფიქრობ, რომ მეორე წრე უფრო იმედიანი გვექნება და იმედიანად ვუყურებ, რომ მეორე წრეში უნდა მოვიგოთ თამაშები და საპლეიფო ზონაში შევიდეთ. ეს არის მიზანი მინიმუმი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ და ფიქრობ, რომ ყოველ შემთხვევაში ინდივიდუალურად ძალიან ძლიერი გუნდი მყავს, როგორც ინდივიდუალური მოთამაშეებით, იქ მაზიაშვილი, ჯინჭარაძე, უცხოელებიც კი
უბრალოდ რაღაც ერთად სინთეზი არის საპოვნელი, რომ მინიმუმ პლეიოფი და მე ვნახოთ, ხო? მე ვნახოთ. უკვე ყველაფერი შეიძლება ისეთ წინა სეზონებში პლეიოფიდან უფრო უზივარ ხოლმე სუპერლიგას და ისეთი რაღაცები ხდება, რომ იქ უკვე მე მგონი ყველაფერი შეიძლება მართლა. კი, თან ახლა ისე ვართ, რომ არა იქ მოხდა. თან ახლა ისე ვართ, რომ ბოლოს წინაზე ამ ვართ. რთულ სიტუაციებს ვინც დაძლევს, იქ მე იქ რო შედიხარ, ვიღაცებს გაამწარებს, რომელიც დარწმუნებული ვარ. თავარი ეს ფსიქოლოგიური სტრესები, რაც გვაქვს ამ ბოლო ადგილზე მხოლოდ გუნდებს, ამას ვინც გავივლით, მე უკვე. კი, ეს არის რა ქვია. მაგალი მიზნებისთვის შეიძლება ბრძოლა, მაგრამ ეს ჩელენჯი დასაძლებია. დიდი ხანია არ ქონია ეგ სიტუაცია მართლა, რომ ბოლო, ანუ ქვედა ცხილში ყოფილიყავი და ეს სტრესი ეს არის რა ქვია. ცოტა ახალია, ჩემს თავიდან უფრო ეგრე ვიყავით და ეხა ისე ვარ რა ქვია, ცოტა სტრესი არის, მაგრამ მართლა სამბობ რა, აქედან რო გაძვრები და შეხვალ მე იქ სხვანაირი მოტივაციაში ხდები მე პლეიოფში. კი, იმიტომ რომ უკვე ისეთი გაქვს მორეული, რომ ის და ფსიქოლოგიური ის მოხსნილი გაქვს, თავისუფლად თამაშობ, თავარი მისია, ასე თქვა შესრულებულია და იქიდან ამოწვევი და მე მეტის შანსები გაქვს. ხო, საინტერესო არის ზოგადად მენეჯმენტზე რო ვილაპარაკოთ, ჩემთვის საინტერესო თემა არის და გასაგებია შენ გუნდის მენეჯერი ხარ, კლუბელი ხარ და სხვების მენეჯმენტზე არ ვილაპარაკებ ისე პირდაპირ, მაგრამ ზოგადად რო ვისაუბროთ, მაგ მხრივ რა პრობლემებს ხედავ ქართულ ალგურში, იმიტომ რომ დარწმუნებული მე დავშეთ შეიძლება ფერბურჩი ოდნავ უფრო ხმად ვარ ჩახედილი და დარწმუნებული ვარ ღრმად იმაში, რომ ქართული კლუბების უმთავრესი პრობლემა არის მენეჯმენტი. აი დარწმუნებული ვარ მაგაში და ნუ უკვე ვრცელი თემა არის და სხვაგან სასაუბრო, მაგრამ აქ რო რა ხდება და როგორ ხდება, ესე ზოგადად რო ვილაპარაკოთ მაგ თემაზე. კი, გეთანხმები. ალბათ მეც ეგრე ვფიქრობ, რომ მენეჯმენტი საკმაოდ დაბალ დონეზეა და ეს იქიდანაც არის გამოწვეული, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის კულტურა, რომ რაღაც სპორტის უნივერსიტეტი გქონდეს, სადაც სპორტის მენეჯმენტს ისწავლის ვიღაცა, ვისაც დაინტერესებულია და ასე შემდეგ. და ალბათ აქედანაც გამომდინარე და თან კლუბის მართვა არ არის ჩვეულებრივი მენეჯმენტი რა, არ არის. აქ არის ეხლა კალათბურთზე მაქვს საუბარი 12 ადამიანი პლუს 3-4 მწვრთნელი, რომელსაც აქვს ყველას თავისი ეგო. საერთოდ ყველა არის განსხვავებული ჩათვალე რა. ყველას აქვს თავისი ეგო, თავისი აზრი, თავისი ის და აი ეს ყველაფერი უნდა დაალაგო. ესე რომ ვთქვათ რა და ამას იმხელა ენერგია მიაქვს, რომ აქედან გამომდინარე გაჩნდა ესე რომ ვთქვათ პოზიცია სპორტში, რომ სპორტული დირექტორი. აქედან გამომდინარე გაჩნდა ის რომ ესე რომ ვთქვათ მენეჯერი, პრეზიდენტი ამაში რეალურად ჩართული არ არის რა, არის ადამიანი ჩართული, რომელიც მიმაგრებულია უშუალოდ წვრთნელთან. კი, და ის აკეთებს სპორტულ გადაწყვეტილებებს ის იღებს, ესე რომ ვთქვათ რა და თან ამ ყველაფერს დიდი დრო ჭირდება, რომ ისწავლო, როგორ უნდა მიუდგე განსხვავებულ ადამიანებს, როგორ ესაუბრო და მაინც ყველაფერი დროსთან არის დაკავშირებული. ეხლა ჩვენი მაგალითიც რო ავიღოთ, პირველი 4 წელი ქვედა გადარჩენისთვის ვიბრძოდით და ვერასდროს ვერ ვაკეთებდით იმას, რომ ისეთი გუნდი აგვეწყო იმის მიხედვით, რომ ვიღაც შეიძლება კაი მოთამაშე წამოიყვანო, ვიღაცა ის ხა, მაგრამ პრობლემას აწყდები მაინც ამ სიტუაციის დაალაგებაზე, რომ გუნდი ბედნიერი იყოს შიგნით. ყველა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს ბედნიერი და ყველამ იპოვოს თავის თავი და ფიქრობდეს, რომ გუნდისთვის აკეთებს თითოეულ ნაბიჯს და ეს არის წარმატების საწინდარი რა. და ეს არის ყველაზე რთული. ამას ჭირდება დრო, რომ მიხვდე, ისწავლო, იმუშაო. კიდე რა ნიუანსად შენ აღნიშნავ, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ არ აქვს იმის ფინანსები, რომ ის ერთი და იგივე მოთამაშეები, მწვრთნელი და ასე შემდეგ, მწვრთნელი კიდე უფრო ადვილია რომ ყავდეს ბევრი წლები, შეინარჩუნო, რომ ის ქიმია, რაც გუნდს ჭირდება და ეს ყველაფერი შეიცვლოს და ერთმანეთი გაითავისონ და ხა არასრულ 8 თვეში, 7 თვეში და კიდე 4ჯერ გამოცვლილი ლეგიონერი და ასე შემდეგ კიდე ართულებს და ჩემი პირადი აზრია, რომ ჩვენ თამაშობ ძალიან ცოტა თამაშს რა. ჩემი აზრია. ხო, ნუ ეგ არ ვიცი რა. აი ეს თამაშების ცოტა რაოდენობა კიდე უფრო ართულებს ფორმაში შესვლას რა, იმიტომ რომ 20 თამაში საკმაოდ ცოტა არის რა. ხო, ნუ მაგის გაზდისთვის რა უნდა მოხდეს, არ ვიცი. ცოტა არის ლიგაში. ცოტა არის, კი. ეხლა ჩვენ 2 წლის წინ, როცა კავკასიის ლიგაზე გამოვდიოდი, მაშინ ვითამაშეთ 62 თამაში სეზონში. თავის ამხანაგურებით
თავის თასით ყველაფრით რაც ვითამაშეთ იყო ჯამში 62 თამაში. დაიტრავენ, ვერ გაუძლებს და ასე. ყველაზე დიდი პრობლემა სადაც წავაწყდით მაგ წელს იყო მენტალური მხარე რა. როცა მთელი წელი ვიყავით პირველ ადგილზე 25 თამაში მოვიგეთ ზედიზედ. წარმოიდგინეთ თავის ყველაფრით რა ესე რომ მარტო სუპერლიგაში არა. 25 თამაში მოვიგეთ ზედიზედ. ვიყავით პირველ ადგილზე, 2 წაგებით დავამთავრეთ ჩემპიონატი. სუპერლიგა პირველ ადგილზე დავამთავრეთ და მან დაიწყო ყველაზე დიდი პრობლემები. ეგ იყო ის სულ მაგას ვწახი რა, ეგ წელი იყო ჩემთვის ყველაზე მეტად ჭკუის სასწავლებელი, იმიტომ რომ ჩვენ დაუშვით ძალიან ბევრი შეცდომა. რომ სომხეთის ტურნირი ითამაშეთ, ამას შეცდომა. არა, მთლიანად სეზონის განმავლობაში დაუშვით ძალიან ბევრი შეცდომა, იმიტომ რომ გავატარეთ ძალიან ბევრი რაღაც რა. ანუ აი იმიტომ რომ ის არ აგვერია, ის არ გვექნა, ეს არ გვექნა ხო ხვდები და რეალურად წავაწყდით მაგ პრობლემას, რომ ბოლოს ქაოსი იყო რა. ბოლო აი უკვე მენტალურად ყველა ისე დაიღალა ერთმანეთის ყურებით, ერთმანეთის იმით, რომ მერვე ადგილოსანი შეფასება ცოტა რთული იყო სერიოზულად. კი, თან პირველზე დავამთავრეთ, მერვე ბოლომდე არ ჯეროდა. გვეგონა რომ გავივლიდით, მარტივად თან მე შორიდან მაყურებელს ამჯეროდა. ხო და თან მანამდე სეზონში რომ ორჯერ ვეთამშეთ, ორივეჯერ უცხოა მოვუგეთ. ხო. თან ისე რომ მეგა მაშინდელ მეგას რა. ორივეჯერ უცხოა მოვუგეთ. და პლეიოფში გავედით და აი საერთოდ სხვა გუნდი ვიყავით რა ეს იყო ყველაზე დიდად მართლა ჭკუის სასწავლებელი რომ არაზრუს არ უნდა შეცვალო პრინციპები ის რაც გაქვს სეზონის განმავლობაში რა შენ არა აქვს მშობა იგებ აგებ უნდა მიყვე იმ სტანდარტს თორე მე შენ თვითონაც გერევა რაღაცეები შიგნით რა. ეხლა მე მინდა ესეთი კითხვა დაგისვა რა. ჯვახსენეთ რომ იმიტომ ვერ ვინარჩუნებთ ამ მოთამაშეებს, პლატფორმა ვართ უცხოელებისთვის, განგვიხილავენ ტრამპლინად, ყველაფერში მოყვები, ყველაფერში გეტანხმები. მაგრამ რა უნდა ქნას თვითონ ლიგამ, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს, ხო? ალბათ ჩემი აზრით პირველ რიგში ლიგის მესვეურებმა უნდა დაჯდნენ და ამაზე იფიქრონ ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა, ვინც ვართ ამ ეტაპზე ამ ლიგის წარმომადგენლები, რომ პირველ რიგში მათთვის და მე ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ მეტად სერიოზულად აღვიქვან, მეტი პატივი გვცენ და რადგან ნამდვილად მეც გეთანხმები და მოყვები რომ არ გვაქვს სუსტი და ცუდი ლიგა. ნამდვილად არ გვაქვს. ბევრად მეტი დაფასება და ყურადღებას იმსახურებს. მე ესე ვფიქრობ რა. კი. თუნდაც ესეთი სიმჭიდროვეა ქვემოთ და 1 და 2 მოგებები არის სხვაობა წამყვან გუნდებთან, ხო რაც 4-5 გუნდი ვართ. მე მგონი ეგეთ სიტუაციაში და აი ხა შერას ძახი ზუსტად ეგ გავაკეთე მე 5 წლის წინ თუ 6 წლის წინ დაახლოებით როცა კახა ჯინჭარაძე გადმოვიყვანე და მაშინ ვიყავ პირველი რომ გავაფორმე გრძელვადიანი კონტრაქტები ქართულ მოთამაშეებთან რა მაშინ კალატოზიშვილი გადმოვიყვანე ბათუმიდან კახა დავიმატეთ და კიდე იყვნენ ვიღაცები ვინც 2-3 წელი ყავდა მაგწიდან ლიკლიკაძეც ეგრე იყო ჩვენთან რა და მაგას ვაკეთებთ რომ 2-3 წლიან კონტრაქტზე ვაფორმებდით ან ვიზეც რაღაც ეჭვგეპარებოდა ან რაღაცა ველოდებოდით ზამთარს რომ გვენახა როგორი იქნება და მე ვაფორმებდით მრავალწლიან კონტრაქტს რა ეს ქართულ კალათბურთის რეალობაში არ ხდება ესე შენ თვითონაც იცი მიდიოდა კონტრაქტები ბოლომდე კი და მაშინ დავდებთ შედეგების ზუსტად რა და ეხა კალატოზიშვილზე რო ვლაპარაკობ დღეს ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ალბათ ერთ-ერთი სუპერლიგაში წამყვანი კი ქართველებს შორის კი არა უცხოელებშიც კი უცხოელებს მაგ ხელახალფასებს ვინ აძლევს მაგას არა აქვთ მაგ ხელახალფასები რაც ქართველებს საერთოდ რა სუპერლიგაში და ფინანსურადაც ეხა არც ერთი გუნდი ისეთი არ არის შერაზეც ლაპარაკობ რომ ეგ ვერ შეძლოს რა წესით უნდა შეძლოს ქართველებთან მიმართებაში ძირითადად წესით უნდა შეძლოს რა ეხა როცა გუნდებს 1,600,000 2 მილიონი ზოგს რავი შეიძლება 2 მილიონსაც ხდება ვიღაცების დაფინანსება დარწმუნებული ვარ რომ ეგრე არის რა მაგ შემთხვევაში უნდა შეძლოს გუნდმა ეხა რა ქუთაისი როგორ ინარჩუნებს კოტემ კითხვა შენთან მაგრამ 5 წელია თუ 4 წელია კურსანტია ყავს ქართველებს ინარჩუნებს კი უცხოელებზე თქვა რომ ვერ ინარჩუნებს ქართველებზე არ უთქვია ქართველი ფაქტია ყავს რომ ხო და მაგას კაცო და თან საკმაოდ მაღალ ანაზღაურებად და მაგრამ აი ხე ხა სხვაობას მე რას ხედავ ვიცი თქვენ რაც გააკეთე და კოტეს რასაც აკეთებს თქვენ უფრო ისეთი მოთამაშეებს ენდეთ იმ დროს და მიეცით შანსი რომელიც ჯერ არ იყვნენ ის მოთამაშეები ვინც ეხა არიან თუნდაც ანუ შედგნენ რა იმ პროცესში თუნდაც კახა რა კახა ნაკრებს ჩვენგან მოხდა ხო გამოჩენილი იყო თუნდაც ბარან არა ერთი სეზონი ქონდა ნაკრებში ახალგაზრდა იყო წასული იყო ემიდან აკადემიიდან და ანუ
ეგ ჩემი ხედვაც ეგ არის და მეც მინდა long run-ში რო გავაკეთო ძალიან რომ ესეთ პერსპექტიულ მოთამაშეებს მივცეთ შანსი და ამათ მაგამ მართლა უნდა პროცესში ჩამოყალიბდნენ კარგ კალათბურთელებად, მაგრამ აი კიდე მივდივართ იმ ცოტა თამაშებამდე. იმიტომ რომ შენ თუ გინდა რომ ეგ გააკეთო, ამ ახალგაზრდებს ბევრი თამაში უნდა მიცე რა და უნდა მივცეთ დარბაზი 24/7-ზე ჩემი აზრით რაც არ აქვს. ჩვენი პრობლემაა, ჩვენ ვერ ვაკეთებთ მაგას. ხო, ზოგადად მთლიანად ლიგას რა არავის, ეხ 7 გუნდით ან ვარჯიშობს ზაზას აკადემიაში, რაც კატასტროფა არის პირდაპირ რა. ხო და აი მაგის თქმა მინდოდა, აი უცხოელები რომ შეინარჩუნო, მაგისთვის ჩემი აზრით უნდა ითამაშო ევროპული რამე ტურნირი რა, იმიტომ რომ ეს უცხო აი მე მქონდა მაგალითად შემთხვევა ედი ეკიორი რომ ყავდა, თუ გახსოვს, რომელიც ზამთარში არ ვიცი როგორ ვიპოვეთ და რა მოხდა და რანაირად ვენდეთ მაგის ისტორია საერთოდ სხვა არის არ მინდა მაგის მოყოლა, ჩამოვიყვანეთ ძალიან იაფად, რომელიც გახდა ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი საქართველოში მაგ წელს, ფინალი ვითამაშეთ სუპერლიგის და იმიტომ ვერ შევინარჩუნე რომ შემდეგ წელს უნდა და ევროპა კაპის ან რაღაც სხვა წავიდა სპორტინგში თუ სწორად მახსოვს ამ ბენფიკა დარჩებოდა და წავიდა შემდეგ წელს ისეთ ტურნირში სადაც თამაშობდა რა ეგ არის მე მგონი მთავარი პრობლემა უცხოელების ვერ შენარჩუნების იმიტომ რომ ფულზეც არ არის აი ხ მაგალითად ჩემი მაგალითი რო ავიღოთ 2 წელი კენი კუპერი თამაშობდა შენ გადაუხდი მაგ ფულს რასაც ითხოვს იქ რო იქ ითამაშოს ხო ზუსტად მაგას ვიძახი უკვე მიდიან ლიგის იმიჯის გამო და რო თამაშობენ უკვე სხვა მაგალითად კენი კუპერი წავიდა გერმანიის მეორე ლიგას თამაშობს მაგრამ გერმანიის მეორე ლიგა არის ისეთი შეფუთული და ისეთი დავარწმილი და კარგი ჩემპიონატი რომელსაც ესწრება 3000 მაყურებელი ყოველ თამაშში მეორე ლიგა ძალიან მაღალი აბონემენტები ყავთ სპონსორები და ანუ აი ჩვეულებრივი სრულყოფილი ლიგა შეიძლება ესპანეთის მეორე ლიგასაც გაუთანაბრდა ბუნდესლიგა კი ძალიან მაღალ დონეზე აწევს ხო არა ფაქტია ძალიან მაღალ დონეზე აწევს ხშირად უყურებ კენის თამაშებსაც ვთქვი რაღაც მივადენო ჰაილაითებს და ნამდვილად ძალიან იმიტომ ესპანეთის მეორე ლიგას ძალიან ბევრი ფინანსური პრობლემები აქვს რა გუნდებს თვითონ შიგნით და იქ ძირითადად თამაშობენ ისეთ მოთამაშეებს რომელსაც უკვე ACB-ში უკვე გამოსვლება აქვს დიდ ასაკში არიან ან ახალგაზრდები რა და ძირითადად იქ ბუნდესლიგა 2-ში ძირითადად აი ჩვენნაირი ლიგებიდან საუკეთესო მოთამაშეები მიყავთ ზოგი შენ ყავდა ის ვოლკერი თუ გახსოვს მე ბუნდესლიგა 1-ით რო ითამაშა ა ლიგაში მყავდა საკმაოდ მაღალ და ითამაშა მე მაღალ დონეზე ძალიან ხო და აი ეგ ძალიან დიდი ფაქტორი არის რა იქ რო ხარ მე უფრო მარტივია რომ გამოჩდე რაღაც ევროპა კაპის გუნდში ან რაღაცა სხვა იმაში თან ეს ევროპა კაპი ჩვენ გონია რომ რაღაცა არის რა რეალურად თორე რეალურად არის მეოთხე ჩემპიონატი რომელშიც რომ მოიგო ჩემპიონატი ფულსაც არ გაძლევენ რომ მოიგო ჩემპიონატი ის კი არა რომ ჯგუფიდან გახვიდე ან თამაში ფული 10000 ევროს იხდი ესე იგი იმაში რომ შენ რამე დარღვევა არ ქონდეს აქ და ეს თანხა უკან გიბრუნდება თუ არაფერი დარღვევა არ ანუ რეალურად ეგ არის ევროპული კალათბურთი რეალურად ეგეთი ფაქტურად ევროლიგა რო არა ძალიან სულ ეგ ბიუჯეტები აქვს ჩვენზე ცოტა ბევრ გუნდს რა ჩვენ კი ზუსტად კი შემიძლია რომ აი თქვა ზუსტად რომ აქვს ჩვენ გუნდებზე ცოტა უბრალოდ ჩვენ გვიждდება ძვირი გზავრობა ჩვენგან ძალიან ძვირი არის და ასე შემდეგ თორე იქ ხელფასები რაც არის მოთამაშეების მაგას ჩვენთან სამაქს იღებენ ალბათ რა ხო ეგეც სამწუხარო ამბავია მაგრამ კაი ტენდენცია არის ეს ბოლო 2 წელია გადიან ჩვენ კი ნამდვილად პოზიტიურია და იმედი მაქვს რომ რამდენიმე წელიწადში 1 კი არა 3 და 4 გავა მე თესეუს ადგილზე გავიდოდი რა კიდე მეორე წელს კი გავიდოდი აუცილებლად რა თესეუს ადგილზე იმიტომ რომ უკვე გამოცდილებით არის და ბევრ რაღაცას უკეთესად გააკეთებს და ბევრ შეცდომას თქვა ხა იაუძახი რომ შეცდომები დაუშვებს მაგრამ გამოცდილებით ქუთაისის ადგილზეც პირველად ხო რომ იმაშვები რომ არა მე ნახე აგერი ფინალი ხო იყო ხა ქორკიეს ანგარიშ ჯერ მარტო მაგიტომ რომ თუნდაც იმ კარგ ლეგიონერებს მოუწერ ვინც გინდა და არ მოყვებიან ეგ უკვე პლუს გაძლევს რა რომ თვითონ შიგნითაც მაღალ მიზნებს მიაღწიო ისევ აი თან ეს ლეგიონერების ამბავი რომ დარჩეს აი ცოტა ისეთი არის რა იმიტომ რომ იმდენად ჩვენ ლეგიონერებს იმდენად ცოტა თანხას უხდით რეალურად რა რომ შევადაროთ კი იმათვის
და იმდენად დაბალ თანხას ვიხდეთ ლეგიონებში, რომ ესე ვთქვათ, გამართლებაზეა რა, არა გამოცდილი მოთამაშე მოყავს, რომელიც არ იცი როგორ შეეგუება აქ ცხოვრებას, ევროპულ კალათბურთს, რაღაცას, ხო ხდება, არ იცი როგორ შეეგუება და აქედან გამომდინარე მაინც ეხა თავიდანვე მოთამაშეს ელაპარაკო 2 წელზე და 3 წელზე საკმაოდ რისკიანია რა, საკმაოდ რისკიანი იმისთვისაც და ჩემთვისაც რა, როგორც გუნდის წარმომადგენელი, მაგრამ რო ჩამოვა და აქ თამაშობს სიტყვაზე და ნახე რომ შეეგუა შეიძლება თვითონაც უნდადეს ყავდა ეხლა რამდენიმე ეგეთი მოთამაშე ხო სუპერლიგაში რომ დარჩნენ რა, ეხლა შენც ყავდა ალიგიდან, მე დაგჭა სუპერლიგაში იქ იყო ვიღაცები, ვინც რამდენიმე წელი ითამაშეს და მაგ შემთხვევაში აი მალიგიდანაც რატო დარჩენ ნუგო რა, იმიტომ დარჩენ რომ ალიგა იმდენად დაბალ დონედ განიხილება ევროპულ კალათბურთში, რომ უბრალოდ ვერ გააკეთა ნორმალური გუნდი ალიგიდან. მიუხედავად იმისა, რომ მოიგო და თორე არ დარჩებოდა. სასაცილო თანხაზე დარჩა. არ დარჩებოდა. ხა კიდე თავი უნდა გამოიჩინა, რომ სადაც ასულიყო და მაგაზე კაი შემოთავაზებებიც ჰქონდა, რასაც დათანხმდა სლოვაკეთიდან და იქიდან, მაგრამ ალიგიდან უბრალოდ ალტერნატივა არ ჰქონდა შენი, რომ სუპერლიგა პირველ ლიგაში ეთამაშა. აი მე სულ მაგ ხოლმე ეგეთი კითხვა შეიძლება ცოტა ისეთია სურეალისტური რა და ნუ წარმოვიდგინოთ უბრალოდ რომ აი დაუშვათ ეგეთი პრობლემები, ფინანსური პრობლემები არ გვაქვს. ანუ ქართულ კალათბურთში არის რაღაც კონკრეტული რაოდენობის თანხა, გუნდებს ნორმალური დაფინანსება აქვთ. აი რამდენად იქნება ეგ გარანტია იმის რომ მალევე უფრო მაღალ დონეზე გადავალთ. ანუ რას გულისხმობთ იცი რომ ну დაუშვათ ახლა გასაგებია მესმის ყველაფერი რომ პირველი პრობლემა არის რომ ფინანსები არ არის და თქვენ როგორც გუნდის მენეჯერები შენს თორნიკეთს ლაპარაკობთ იმაზე რომ ეს არის პირველი პრობლემა თქვენთანაც მაქვს ეგ კითხვა და ზოგადად აი თქვენ უფრო ღრმად და ახლოს ისნობთ ქართულ კალათბურთს ხო რამდენად იქნება ეგ საკმარის საფუძველი ოდნავ არა ну საკმარისად კარგი დაფინანსება იმის რომ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატი გქონდეს, უფრო მაღალი დონის გუნდები ყავდნენ, იაროს ხალხმა და ნუ ასე შემდეგ, ანუ შემატკივრები მოვიდნენ, მუდმივად გავიდეთ ევროპულ ტურნირებზე, იქ რაღაც შედეგი ვაჩვენოთ, იქნება ეგ საკმარის საფუძველი მაგისთვის. ეს პროცესი ალბათ, ხო? მე არ ვამბობ მეორე წელსო ეგრევე იქნება, მაგრამ თუნდაც გრძელვადიან პროცესში და არის ხოლმე ეგ საკმარის. კი, არ არის, მართალს. სწორი დახარჯვა უნდა კი, იმ ფუძდება სწორი მენეჯმენტი, მიმართულებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული კლუბების 80%-ს, ან 90%-საც კი შეიძლება არ კონდეს, არ ექნება მარკეტინგის ბიუჯეტი გამოყოფილი. დარწმუნებული ვარ მაგაში რა. აი 90%-ს დარწმუნებული ვარ, რომ ის დაფინანსება რაც აქვს, რა ზოგს 9 მილიონი თუ ზოგს 2 მილიონი, ეგ ფული მიდის ძირითადად ხელფასებში და მგზავრობაში. აი დარწმუნებული ვარ, რომ 90% ესე არის რა. შეიძლება ვიღაცა ყავდეს სოციალურ მედია, რომელსაც უხდის სიტყვაზე, არ ვიცი, რაღაც X თანხას და всё, მორჩა. აი ეს არის ჩვენი რეალურად მენეჯმენტი რა და მეც მაგ რეალობაში ვარ. ანუ არ ვიძახი რომ მაგ რეალობაში არ ვარ. მეც მაგ რეალობაში ვარ, მაგრამ ჩემი რეალობა ის არის, რომ მე იმდენად წირი ბიუჯეტი მაქვს, რომ მე თუ ეხა დავიწყე რაღაცა მარკეტინგში, რაღაცებში ჩადება, მოთამაშეებს ვეღარ წამოვყან ისეც, რომ ამათ კონკურენცია გაუწიო. მაგრამ ეს ჩემი პრობლემაა რა. მე ჩვენ ყოველთვის რაღაც თანხას მაინც ვყოფთ მინიმალურს იმისთვის რომ რაღაცები გავაკეთოთ და გქონდა რაღაც პროექტები წლების განმავლობაში რომელსაც ვაკეთებთ იქ სკოლებში სიარულიც იყო იქ ქუჩის მოედნების ესე რომ თქვა რაღაც ბადეებს კიდევდით და რაღაც სადაც გაფუჭებული იყო სიტუაცია რომ გაგველამაზებინა მოედნები და რაღაცებს ვაკეთებდით მაგრამ ნუ რეალობაში ეგრე არის რა ქართულ რეალობაში ესე მუშაობს რა ამ ეტაპზე და ეს არის ძალიან საწყენი რა რომ ესე არის მაგას რომ ერთ და ორ კლუბს ჩემი აზრით სამწუხაროდ ზოგადი ფონის შეცვლა არ შეუძლია რა ეხლა მე და შენ რაც არ უნდა გამოვყოთ პირობითად ჩვენ თუ გამოვყავით გავარდებით ხო იმაზე მეტი ვიდრე შეგილია და ზოგად ფონს მაინც ვერ შევცვლით შეიძლება რაღაცა ვიღაცას თვალში მოხვდე და თქვას რომ აი ეს რაღაც მარკეტინგულ კარგსულებს აკეთებს და კალათბურთის პოპულარიზმს, მაგრამ ჩემი აზრით აქ არის ან 11-ვე კლუბი და სუპერლიგის ერთობლივი. თუ აქ დაიგეგმება ერთობლივი კამპანიები და შეიფუთება ის ლიგა, რასაც აი რამდენი ხანია უკვე საუბრობთ და აი მე პირადად რავი აქედანაც მინდა გამოთქვა ჩემი გულის ტკივილი, რომ ძალიან მწყინს, რომ თუნდაც ჯოვნის ეროვნული ლიგა, დიდი 10 არ ვიძახი, რომ რაღაც სასწაულებს აკეთებენ ისინი და რაღაც ძალიან დიდ თანხებს იზიდავენ. უბრალოდ რო შეხედავ დავარცხნილი აქვს თავის YouTube page-ი, Facebook-ი, პირდაპირ ტრანსლება და ის ელემენტარულები, ჩემი აზრით, ჩვენ შეგვიძლია რომ ამ რესურსებით ვაკეთოთ. ეს პასუხი იყო ალბათ უფრო ხალხის სიარულზე რა, თამაშს, მაგრამ
მაგრამ მანდ არის მეორე ფაქტორი. რა ეხა ევროლიგამ რაც გააკეთა, არ ვიცი, ეგ ადამიანი იცით თუ არა, ესეთი მარშალ გლიკმან არის, რომელიც NBA-ს გუნდების საკონსულტაციო კომპანია აქვს, ესე რომ ვთქვათ. და NBA-ს გუნდების კონსულტაციას წევდა დიდი ხნის განმავლობაში ძირითადად მარკეტინგული და ტექნოლოგიური განვითარების რა. და ნუ აი ხა ფული თუ გაჩნდა საქართველოში და ფული თუ არის, ჩემი აზრით ეგეთი ადამიანი უნდა თამოიყვანოს საკონსულტაციოდ, რომელსაც შეუძლია რომ თავიდან ბოლომდე შეცვალოს საერთოდ თუნდაც უფრო გავატექნოლოგიუროთ, ნაკლები ფული როგორ დავხარჯო, როგორ გახდეს უფრო ეფექტური მუშაობა. ეგეთ ადამიანს ფული რომ მქონდეს დიდი სიამოვნებით ჩამოვიყვანდი, რომ ტრეინინგები ჩაეტარებინა ჩემთვისაც და ყველასთვის, ვინც კალათბურთში მუშაობს რა. და ეს ადამიანი მუშაობდა 2 წელი ევროლიგაში, ახლა 2 წლიანი კონტრაქტი ჰქონდა და დანიშნეს გენერალურ მენეჯერად იყო, ესე რომ ვთქვათ. ევროლიგის. ახლა წამოვიდა იქიდან, იმიტომ რომ დაუმთავრდა კონტრაქტი და მაგ ადამიანის პოდკასტების შემდგომ ჩაგიგდო და რეებსაც აზრონებს და რეებსაც ლაპარაკობს, მიხვდები საერთოდ რა დონეზე არის. და ევროლიგა, ეხლა რომ ევროლიგა არ იყოს ევროპულ კალათბურთში, რეალურად. კალათბურთი იქნებოდა მკვდარი. ევროპაში იქნებოდა კალათბურთი მკვდარი. და ამ ადამიანმა ბოლო წლების განმავლობაში თუ შეამჩნევდი რომ გაატექნოლოგიურა საერთოდ ევროლიგა, იქ მსაჯების VR კამერები, იატაკის ის რომ შემოიტანეს პანათინაიკოში, ეგ მარტო გუნდის გადაწყვეტილება არ იყო რა და არის რითიც ყიდის ძალიან მაგარი სოციალური მედია აქვს. ეხა ევროლიგას ალბათ შეიძლება NBA-ზე შეიძლება მაგარიც კონდეს რა. რეალურად რო შეხედო და შეაფასო, შეიძლება NBA-ზე უბრალოდ NBA უკვე იმ ხელა პროდუქტია, რომ იქ მარტო NBA-ს social media არ ყიდის რა, იქ უკვე ყველა ჩართულია, რომ ეგ რაღაცნაირად გაყიდონ და ყველა ფულ შეულობს მაკედან რა და აქ ევროლიგა თავისით აკეთებს ამას, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივიდეს რა, ამ თავისი კონტენტი. ხო, საინტერესოა და რაღაც კარგია რა, კაი სფერო. მე პირადად მიყვარს ეგ მარკეტინგის და მე აი შედეგს რო უყურებ, კიდე მეც სტიმულს გაძლევს, რომ მეტი და მეტი იფიქრო მაგ მიმართულებით რა და ხო და აი ეგეთი ადამიანი მე არ ვაკნინებ არავის ვინც სუპერლიგაში მუშაობს და არის და მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მაგხელა ცოდნა და მაგხელა იმიტომ არ გვაქვს ელემენტარულად რომ ეგეთ რაღაცებთან შეხება არ გქონია საერთოდ არასდროს არ გქონია ეგეთ რაღაცებთან შეხება რომ როგორ შეიძლება გაატექნოლოგიურო როგორ შეიძლება რაღაც ისეთ რაღაცებს შეიძლება მოგაფიქრდეს როცა უკვე ეგეთ რაღაცებთან გამოცდილება რა რომ იმას რთულ სიტუაციაში ვართ ნამდვილად იმიტომ რომ წლების განმავლობაში გარდა იმისა რომ ლაივ ტრანსლაცია გაკეთდა მაგის გარდა არაფერი არ გაკეთებულა და რეალურად გუნდის პრეზიდენტს თოკოზე მაქვს საუბარი უწევს რომ კალათბურთზე გადაცემა გააკეთოს და ილაპარაკოს რა ანუ აი მაგ რეალობაში ვარ რეალურად თვითონ დადიოდეს ბევრი გადაცემა უნდა იყოს უნდა საუბრობდეს პრობლემებზე მიღწევებზე შედეგებზე და არა ის რომ გუნდს უწევდეს გადაცემის არც არ არის ცუდი გუნდის სურვილია და გავაკეთეთ კაია მაგრამ ეგ არ უნდა იყოს ხო ერთი გადაცემა არ უნდა არსებობდეს ეგეთი უნდა იყოს ძალიან ბევრი და ბევრი საუბარი სპორტული არხებზე თუმეტეს სპორტული არხები მოწყობილ ბევრი კონტენტებზე და ზოგან საერთოდ კონტენტიც არ გადის და ჩაწერილი თამაშებია და ასე შემდეგ და სივრცეები არის რომ სადაც შეიძლება კალათბურთს ვეროს ხო და ამ ინტერესს ჭირდება გაჩენა ხო, ну რეალურად კალათბურთის მიმართ ინტერესი არ არის, მაგას ვერ იტყვი რა. ეგ ტყუილია, მაგრამ იკლო. ბოლო წლების განმავლობაში იკლო, აი ხა წელს ბოლო თამაში რო იყო, შევამოწმე სპეციალურად თვენახევარი თუ ერთი თვით ადრე დადეს ბილეთების გაყიდვა რა. და ერთი კვირით ადრე შევამოწმე და ალბათ 30% 40% გაუყიდავი იყო. გაზდილ მკვეთრმა გაზდილმა ფასმაც განაპირობა. არ ვიცი, ეს თავიანთი საქმეა და თვითონ და მიხედონ მაგას, მაგრამ ძალიან ბევრი ბილეთის დარიგება მოუწიათ რა. რეალობა ეგ იყო კალათბურთის კუთხით და. რაც მე რა 20 წელი ეგეთი რამე არ მახსოვს მე რომ არ გავსებული იყო საკაურ თამაშზე. მაინც გაივსო ბოლოს, მაინც გაივსო. არა, ის ხარჯზე გაივსო. შენ რა თქვი, ეგ რა თქმა უნდა პრობლემა იყო, მე ძალიან მე უფრო მაგიტო მივაქციე ყურადღება, რომ მეთქი რა უბედურება ამ ხელაფასები, ხო? ნუ დაადე, მაგრამ ეგ ნახე, რომ დაიწყო გაყიდვა, სადღაც შემხვდა ის თუ ვიღაცამ ჩამიგდო. ბილეთები ჯიზე იყო თუ ტიკეტი. რაღაცა და
მაგის მერე ხო თქვი რომ ერთი თვით ადრე დაიდო. არსად რეკლამა არ შემხვედრია, არსად რავი, არ ამოუგდია პოსტი, არ დასპონსორებული პოსტი. ბუსთავდა Facebook-ს. მაქსიმუმ სხვა არაფერი არ იყო და ნუ ეხა ჯერ ერთი თვით ადრე როდებ შეიძლება ალბურთი გიყვარიც ადამიანს, მაგრამ არ იცოდე რა ეს თამი ისე არის ეს გრაფიკი და კალენდარი რომ სამ თვეში ერთხელ თუ 4 თვეში ერთხელ არის თამაშები და გულშემატკივარმა უბრალოდ არ იცოდეს და ანუ ელემენტარულად ხე ნაკრები მაინც იყიდება ხო ეხა მაგას ვერ ვიტყვით კალბურთი გვიყვარსო ქართულებს რო თქვა უგომაც აგერ პირველ რიგში იმის გამო თქვა რომ ნაკრების თამაშებზე დადის ხალხი და ტრანსლაციებსაც როცა გასვლაზე ვთამაშობ ძალიან დიდი რეიტინგი აქვს და ყველა უყურებს ხო პირველ რიგში აი ჩვენ რომ ვლაპარაკობთ მაგას რომ კალბურთი გვიყვარს ან თუნდაც ფეხბურთი გვიყვარს ქვეყანაში ნაკრებია ხო მაგის აზომი იმიტომ რომ მოთხოვნა არის ნაკრების თამაშებზე რა და მაგის გამო ვამბობთ მაგასაც ხო და მეგეც უცნაური იყო მართლა რომ ერთთვის განმავლობაში მე პირადად ყველგან სოციალურ ქსელებში ვარ აუ ქუჩაში დავდივარ ყველაფერი ყველაზე სამწუხარო ბოდიში შეგაწყვეტია პავლმა ყველაზე სამწუხარო იყო 2021-ის 22 წელს გადმოტანილი ევროპის ჩემპიონატი რომელიც საქართველოში ჩატარდა და სამწუხაროდ ხალხმა რო დამთავრდა ბევრმა მერე გაიგო ანუ ეს იყო აი ჩემთვის ძალიან გულსატკენი იმიტომ რომ ამხელა ფორუმს ქვეყანა მომასპინძლა და ანუ არ იყო სათანადოდ გაშუქებული და ვერ გამოვიყენეთ რომ რაღაცა სხვა ეტაპზე გადასულიყო და ვერ გამოვიყენეთ ერთ სოფლიო ჩემპიონატზე გასვლა სიმართლე რომ ეს ხალხი არ იყო ცარიელი იყო ჩვენი და ეხლა ამ ეტაპზე ფეხბურთის ფედერაცია აკეთებს ისეთ მაგარ საქმეს რეალობაში რომ შეჭამა ყველაფერი და წაიღო რა და ეს ძალიან ეს კი და ეს რეალურად ბავშვების ნაკადზე ძალიან აისახება სხვა სპორტებში. და აისახა უკიდურესად დარწმუნებული რომ აისახებოდა კი რა და ეს კრიზისი ეხა პირად რა ჩვენთან არის. ეხა გჭირდება რეალურად ორმაგი და სამმაგი და ალბათ ესეთი პოდკასტი. ხო, იმიტომ რომ ფეხბურთი მაინც 10 ჯერ დიდი სპორტია, შეიძლება 10 ჯერ დიდი სპორტია კალათბურთი. არც ვერ შევეჯიბროთ, ჩვენ ვერ შევეჯიბრებთ, მაგრამ ჩვენ გჭირდება ალბათ 2 ჯერ, 3 ჯერ 4 ჯერ თუ 5 ჯერ მეტი მუშაობა ვიდრე მუშაობდით რომ ბავშვები მოვიზიდოთ ბავშვები თამაშობთ არ უნდა იყოს ეგ პრობლემა კი გასაგებია რომ ფეხბურთმა ყველაფერი გადაწონა და მაგას ხელი შეუწყო ტალანტებმა ხო ეხლა ამერდაში უკვე არის ხელი ასე შემდეგ მაგრამ აქაც არ უნდა იყოს ეგ პრობლემა და ვერ ვიტყვით რომ ეხლა საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ნუ კი ცოტა დაღმასვლა არის მაგრამ ფინალებში ვარსკვლავები კიდე თამაშობენ აქაც სოფლიო ჩემპიონატზე გავედით ევრობასკეტებზე ეს პატარა მაგალითს გეტყვი რა აი ხვიჩარო თამაშობდა ნაპოლიში და პატარა წარმატება იყო აჭარელებული იყო ნიუსები გაზეთები ყველაფერი და მე თუ შევადარებ გოგას სტარტს ეხა NBA-ში არანაკლები დაიწყო გოგამ და ითამაშა ვიდრე დიდი პატივისცემით ხვიჩას. არა ეხა ცოტა სხვა რეალობა ადგას ქვეყანაში რა. არა კი რა თქმა უნდა ამის ესეც იყო აბსოლუტურად გეთახმები. და საერთოდ არ ინტერესებთ ეხა გოგას თამაში საქართველოში. არ მინახია რა მაგისი რომ ცოტა მეტი ყურადღება დათმობილიყო ამ ადამიანის ესეთ რავი პერფორმანსებს და თამაშებს რომელსაც თამაშები მოიგო ტრავმა აქვს აგერ გოგას და ორლანდო თამაშებს აკებს და ესენი ბევრ რაღაცას მაზავთ რა ჟარგონში მიხმარა თან მანდ ეხა ძალიან დიდი ფაქტორია ნუ რა თქმა უნდა რაც ეხა ხდება ჩვენ რეალობაში საქართველოში კი და პლუს ამას მანდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას რომ ხვიჩას თამაშს ლაივში უყურებ იმიტომ რომ კაი დროს არის და ამის თამაში გიწევს რომ იმას ქნა რა ქვია შეამოწმა ნახო და ეგ მე იქ ხვიჩას თამაშზე ხალხი სახლებში იკრიბებოდა და ზეიმი იყო ხო ეხა თელი წელი ზეიმი იყო ეგ ყველა თამაში უყურე მართლა ყველა თამაში მაქვს ლაივში ნანახი მაგწელს კი იყო რა ნამდვილად ძალიან კომიკური სეზონი რო ქონდა ნაპოლის უკვე აღარ მიყურებია ხო პარი სენ-ჟერმენის თამაშებზე იმედია ხო და უკვე მამუკელაშვილმა ითამაშა ცოტა დრო მიეცა მართალია მაგრამ კაია რო ითამაშა პარიზში ეგ სან-ანტონიოს და სხვა შორის ძალიან კაი რაღაც დაანონსა ბარბაკას კომენტარი ნახე და კემპის შეტარებას აპირებს ზაფხულში ვებანიამაც დაესწრება და ძალიან კაია და აი ზუსტად ეგეთი რაღაცები ბევრი ლაპარაკობთ ეხლა ვიღაცა შეიძლება ფეხბურთი უფრო უყურს, მაგრამ კალათბურთსაც უყურებს, რომ წამოვა იმ კემპზე, სანდროს ნახავს, ბანიამას. კი, აი ყველაფერი კაია, მაგრამ ჩემი რაც მაწუხებს ძალიან და რაც მე უნდა ვთქვა რა, ეხლა შეიძლება ჩემი პრობლემაა და ვიღაცამ ის თქვას, რომ შენ გაწუხებს ეს ინფრასტრუქტურის პრობლემა და ამდენს იმიტომ ლაპარაკობ. კი, მე მაწუხებს, მაგრამ თვლი რომ ზოგადად კალათბურთის პრობლემაც არის და ის რომ დღეს სიტყვაზე ორბის აკადემიაზე მაქვს ლაპარაკი და ესეც უდათ აისახა ის ბავშვების რაოდენობა რაც
ბევრი მიზეზის გამო დააკდა დღეს კალათბურთს ზოგადად რო ფეხბურთმა წაიყვანა სკოლები დაანგრიეს და კიდე ბევრი სხვა საკითხები ანუ ინფრასტრუქტურა თუ არ შეიქმნა აკადემიებისთვის საქართველოში რავი თვლი რომ ძალიან გაჭირდება საქართველოს დაგის ხო ერთ კითხვას რა ჩადებდი ახლა შენ ფულს აი დიდი ინფრასტრუქტურაში იმის იმედით რომ შენ არ ვიცი 1000 ბავშვს მაინც მოიყვანდი იმაში რა ქვია აკადემიაში კითხოზე 1000 ბავშვი ხო მაინც გჭირდება რომ მე იქ რაღაცა ბანკის ესხი იქნება თუ რაც იქნება და აი ჩადებდი დაახლოებით 5 მილიონი მაინც დაგიზრდება 3 მილიონი ეგეთი იმის გაკეთება რა დღევანდელი გადმოსახედიდან გეტყვი რომ ჩავდებდი მაგრამ რომ მქონდეს მე არ ვიცი რაც გეტყვი რა ხო არა იმიტომ რომ მე იმდენად ბევრი შემილია რომ რაც გავიღო კალათბურთს და გამიკეთებია ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვიძახი რა რაც არის დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება გითხრა ჩავდებდი მაგრამ რეალურად მე და შენ შეიძლება ახლა მაგისტრის შესაძლებლობა არ გვაქვს ვიღაცებს აქვს მაგრამ მაინც არ ჩაუდიათ ის ფული ხო არ ჩაუდიათ თან ჩვენზე მეტად რო უყართ შეიძლება კალათბურთი ალბათ იმიტომ რომ მაგითი აქვს ცხოვრება აწყობილი და არ ჩაუდიათ რა ხო მაგრამ აი შეხედე ბიზნესის კუთხით რო შეხედო ეს ლოგიკურად არ უნდა ჩაო ხო რო კი ეგრე ბევრჯერ გვილაპარაკია მაგაზე რატო რა მაგრამ მარტო კალათბურთი არ არის ჩვენ რო ბიზნესის კუთხით შევხედავთ იქ უნდა ფიტნესი გავაკეთოთ დაუზი რომ იმ ბიზნესმა გაამართლოს კალათბურთთან ერთად უკვე რა მაგრამ სახელმწიფომ ჩაგვაყენა ამ სიტუაციაში რომ აქვს თავის ინფრასტრუქტურა ზაზას აკადემიას ვიქტორ საინკიძის აკადემიას ქონდა იქ ვაკის აკადემიას ეს ძალიან კარგია რო არის მაგრამ თუ ამათ კონკურენტები არ გაუჩნდებიან ირგვლივ სიტყვაზე ორბის სახით ჰიუნდაის სახით ვინქსი რა ვეხა არ გამომჩეს ვიღაცა და ბევრი ეს აკადემია არ ვიქნებით ვერც ზაზა გამithარდება და ვერც ვიქტორი და ვერც დინამო იმიტომ რომ კონკურენციაა საჭირო ხო რომ გაიზარდონ და ზუსტად ეს რო არ ხდება იმ ზაზას აკადემია მე შორი თვალით უყურებ ზაზას აკადემია ორიენტირებულია რაც შეიძლება მეტი ბავშვი გაუშვას უცხოეთში ადრეულ ასაკში და თამაშობენ მესამე ლიგებში, მეოთხე ლიგებში, იტალიაში, ესპანეთში და ეს ბავშვები არ ვიცი სად არიან. მე აქედან კალათბურთი ეთამაშოთ, ჯერ არ მინახია. და ჩვენ ხო მეტად შევტყიო ამ ბავშვებზე გული და აქ რო დარჩნენ და მიიღონ ელემენტარულად იმ ბავშვებმა ის მხარდაჭერა თქვათ რაც დღეს სუპერლიგას არის. მან თოკო ისიც არის რა, ეხლა მარტო ზაზას აკადემიის ბრალი ეგ არ არის. არა, ბრალზე არავის ბრალზე. შობლების შეხედულებაც არის, რომ შობლების შეხედულებაც არის ის, რომ ბავშვი რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს. ეგ არის უმეტეს მშობლების შეხედულება, ჩემი აზრით ეგ არის რომ 14-15 წლის ასაკში ხო მაგრამ მშობლები საიდან გაუჩნდა მაგასაკში მეც ვიყავი ის რა ქვია ძალიან მაგარი კალათბურთელი, მაგრამ ანუ არ მინდოდა წასვლა რა, ანუ იმიტომ რომ მერჩინა რომ აქ მეთამაშა, უმაღლესში მეთამაშა, ეგ გამოცდილება მიმეღო და რაღაცა იმიტომ რომ შემშობლმა დაგანახა ეგ გზა რომ ჯობიაო. ხო და შენ მაგრამ იყო დრო რომ ფიქრობდა ჩემ მამა ჩემი რომ უნდა გავეშვი 14 წლის ასაკში მახსოვს იქ ვიყავ მის რაღაც ჰაისკულში უნდა გავეშვი რომ შემდეგ მე 15 წლის რო გავხდებოდი ჰაისკულში უნდა მეთამაშე მაგრამ არ გავაკეთეთ ეგრე იმიტომ რომ არ მოვინდო მე ესე რო ვთქვათ რა მან წასვლა მაგრამ შენ ვერ გაიგებ იქ ეხა სანდრო მამუკელაშვილი ახსენეთ რა რავი რამდენი წლის იყო ალბათ 13 წლის იყო თუ 14 წლის იყო ალბათ 13-14 რომ წავიდა შეიძლება უფრო პატარაც იყო იტალიაში რომ წავიდა რა შეიძლება უფრო პატარაც იყო არ მახსოვს მე იმას არ ვიძახი რომ რომიდიან ყველაც ანუ იქაც არის ძალიან ბევრი კარგი ძალიან ბევრი ცუდი ხო ვინც კარგში მიდის უნდა წავიდეს აბა რა უნდა ქნას და გზა გაიყვალოს მაგრამ არიან ბევრი ადგილები სადაც ისეთში მიდიან უბრალოდ რომ წავიდნენ საქართველოსთან რომ აქ დარჩენა და განვითარება ბევრად უკეთესია მაგრამ ალბათ ეგ ასაკი უფრო ჩემთვის არის 18-19 წელი 17 წელი როცა მაგ დროს ვფიქრობ რომ სიტყვაზე თესეულში რო წახვიდეთ ცინცაძესთან ერთად ივარჯიშო სიტყვაზე ბევრად მეც ისწავლი მაგ ერთ წელში ვიდრე შეიძლება წახვიდე და რაღაც სკოლა ეხლა ლიკლიკაძის მაგალითს გეტყვი ბასკონიაში იყო 3 წელი თუ 4 წელი სკოლის ჩემპიონატში თამაშობდა აი ჩათვალე მაგდონეს თამაშობდა რა აი საკმაოდ დაბალ დონეს თამაშობდა იქ რა და ეგეთი ჩამოსულიყო ვერ განვითარდებოდა ლიკლიკაძე დაიკარგებოდა შეიძლება ახლა მაგას არ ვიტყვი არ ვიცი იმიტომ რომ შეიძლება ეგრეც მომხდარიყო მაგრამ ჩამოვიდა აქ 18 წლის იყო 19 წლის თუ 18-ის რა 20-ები უწევდა მაშინ 20-ამდელებ და გივიკო ბაქრაძესთან ერთად 2 წელი გაატარა და დაჟე ფინალები ისე ჩავატარეთ რომ მე მგონი უფრო მეტი ითამაშა ლიკლიკაძემ ფინალების წელს. ხო რა თქმა უნდა. ხო და ეგ არის შესაძლებლობები, რომლებსაც შეუულიათ, რომ
ქართველებმა გამოიყენონ რა და რასაც ნაკრებში მოხვდა და ციცე ჩამოსათვლელი შეგილია შენ ლიგაზესნაირად რომ გაიხსენო რა და აქ რომ მეტი აკადემია შეიქმნას და რომელსაც მეტი ბავშვი დარჩეს და მეტი ბავშვი განვითარდეს ეგეთი 10 რო გვეყოლება უკვე ბევრად წინ იქნება ქართული კალათბურთის საქმე და ბევრად განვითარდება რავი მე ესე ვფიქრობ შეიძლება ჩემი ვცდები და არ არის სწორი აზრი ეს მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი დღევანდელი გადმოსახედიდან მაგრად მჯერა მაგისია როც ხო ნუ შეიძლება არ ვიცი მაგას ვერ ვიტყვი რა თოკო რომ თლათ აი 100%-ით ეგრე ინფრასტრუქტურა რა თქმა უნდა პრობლემა არის ძალიან დიდი პრობლემა არის მაგრამ ყველა სკოლაში გახსნილია კალათბურთის სექცია თუ აკადემია თუ რავი რა თქმა ყოფილ კალათბურთელებს აქვთ გახსნილი ყველა სკოლაში მე ჩემაგარზე გეტყვი რომ ვეძებდი სკოლას რომ და იმისთვისაც ზათვიყავით რომ რემონტი გავიკეთებინეს შიგნით რაღაცები და ვერ ვიპოვეთ სკოლა სადაც შეიძლება და შევსულიყავი და პატარა აკადემია მაინც გამიხსნა ჩემი რა იმდენად დაკავებული და როგორც მახსოვს 18 წამდელებში იყო ხო რაღაც რეკორდული 118 გუნდი იყო თუ რაღაც 18 წამდელებში ხო ბელიგაში თუ რაღაც ცელიგამდე რო ჩავიდა ხო რაღაც ძალიან დიდი რაოდენობა იყო გუნდების კი ანუ ძალიან გაიზარდა კალათბურთზე მოთხოვნა აი ბოლო წელსაა ეხა მოკლებული და მანამდე აი მე 8 წელია თუ 9 წელია უკვე ამ სფეროში ვარ და პანდემიის მერე რა 5-ე გამრავლდა ალბათ რა რაოდენობა და იმდენი ბავშვი მოვიდა მაგრამ აი ზუსტად მანდ დადგა ნუგო ინფრასტრუქტურის არსებობის საჭიროება კი იმ პატარა სკოლებში პატარა დარბაზებში მაგრამ ამ ბავშვებს შენ 16 წლის მერე პატარა დარბაზში განავითარე ვეღარ განავითარე ხო და ეს პრობლემა დაუდგა არსებული კლუბების 90% ალბათ რა სკოლის დარბაზში უწევს ვარჯიშები და ეს ყველაფერი მაგიტომ მივდივართ იმ ინფრასტრუქტურის არსებობამდე და კარგ დარბაზების არსებობამდე რომ მე იმ კარგ დარბაზებში კარგი ხარისხიანი ბავშვებიც გაზარდა. მან პრობლემა ისიც არის თოკო რომ ალბათ ყველაფერი არის თბილისში მოქცეული რა ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ჩემი აზრით ან მარტო კალათბურთში კი არა საერთოდ ქვეყანაში ყველაფერი არის წამოსული თავკომბალოსავით თბილისში რა და მეტნაკლებად არის და უცხოეთს კი და უცხოეთს რომ უყურებთ სიტყვაზე რა ყველა სოფელში არის თავის დარბაზი სადაც შეიძლება რავი სლოვენიელი მწვრთნელი მყავს ახლა და მაგაზე ვლაპარაკობთ რომ მაგაზე უნდა კითხო კი და ყველა სოფელში პატარა სოფელში არის ძალიან მაღალი დონის მულტიფუნქციური დარბაზი სადაც არის ბასეინიც სხვადასხვა იცინს და თვითონ ანუ უმაღლესი კლუბები სლოვენიის მართავენ ამ სიტყვაზე კალათბურთის დარბაზს. ჩვენზე პატარა ქვეყანა არის. ბევრი ფიქრობს 2 მილიონია და ინფრასტრუქტურა აქვს ძალიან დიდარი ქვეყანა ეგეც არის. ხო და ვარემ შენით მიხვედი და დეიან პროკიჩი ხო? კითხვა მქონდა ისედაც ძალიან საინტერესო კაცი, საინტერესო ბიოგრაფიით, როგორ მოხერხდა მის ჩამოყვანა და როგორ მუშაობს, რამე კმაყოფილი ხარ, რა მიზნები გაქვს მასთან ერთად, რამდენად დიდხანს აპირებთ თანამშრომლობას და უშუალოდ ქართულ ახალგაზრდა კალათბურთელებზე რომ კითხო, ვინც შენ გუნდში არიან, რამდენად ბევრს სწავლობენ მისგან, იმიტომ რომ ძალიან გამოცდილი და საინტერესო კაცია. კი, ნუ დიდი ხანია საქართველოში ნამყოფი, ესე რომ ვთქვათ, 3 წელი ზაზას აკადემიაში იყო და ესე რომ ვთქვათ, მისი დაწყებულია ზაზას აკადემიის მაშინდელი პერიოდი, პროექტი, ხო, იმიტომ რომ მაშინ ძალიან წარმატებული იყო პირველი წლები და ყველაფერს იგებდნენ საერთოდ. მაზიაშვილიც ჩვენი მაზიაშვილი ჩვენთან მაგის გაზრდილია მაგ პერიოდში იყო თოკო შენთანაც იყო მე პირველი წელი ალიგაში. კი და ნუ ზაზამდე ძალიან დიდ კლუბებში აქვს ნამუშევარი და დიდ მწვრთნელებთან მაგალითად ბეკა კიევი მაშინ ძალიან მაღალი დონის გუნდი იყო მაგის თავარი მწვრთნელი იყო 3 წლის განმავლობაში და ნუ ყოველ შემთხვევაში დიდი გამოცდილების მქონე ჩემი ასაკის გამოცდილება აქვს რა მე რამდენი წლისაც მაგაზე დიდი გამოცდილება აქვს რა და ეხლა ისეთ მდგომარეობაში ჩამოვიდა რომ ბევრი რაღაც იყო დასალაგებელი გუნდში და ბევრი რაღაც კიდე არის დასალაგებელი და ეხლა მწვრთნელისთვის ორი თვე ძალიან ცოტაა თან იმასთან მიმართებაში რომ ყოველთვე რაღაც ცვლილებას ვაკეთებ ხან ვიღაცამ ტრავმა მიიღო და გაშვება მომიწია რაღაც ოპერაცია გაუკეთე გაუში მე კიდე ახალი მაღალი ჩამოვიყვანე და ხო ხვდები სულ იმაში ვართ რომ ვერ დავალაგე რომ მთლიანად ყველა მთლიანი გუნდი იყოს
რაც შეეხება გეგმებს, ну რა თქმა უნდა წელს პლეი-ოფში შესვლა და ჩემპიონატის დარჩენა არის. თუ დარჩება ჩემპიონატში, ესე ვთქვათ, ორწლიანი კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული დეანთან და მომავალ წელსაც იქნება, ესეთი შეთანხმება გვაქვს გაკეთებული. და ну საერთოდ შუა სეზონში ცხელს ვერ მოთხოვ რა ბევრს ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ სელექცია მის გაკეთებული არ არის. და კალაბურში საერთოდ კალაბურში საერთოდ ესე მუშაობს, რომ ევროპაში ძირითადად ესე რომ ვთქვათ, სელექციას როგორც NBA-ში არ ვითომ მენეჯერები აკეთებენ სელექციას და general manager-ი აკეთებს სელექციას და მაღაზია ყველაფერი მწვრთნელი საერთოდ შეიძლება უბრალოდ აზრი კითხონ, აქ საერთოდ პირიქით არის რა, ძირითადად მწვრთნელი არის ჩართული და ჩვენ ვეუბნებით უბრალოდ ჩვენ აზრს, რაღაც ჩვენ ესე მუშაობთ ყოველ შემთხვევაში და ეხლა მისი გაკეთებული სელექცია არ არის. თქვენსაც კაია, ბოდიშო გაწყვეტინებ, იმიტომ რომ მწვრთნელი რო აკეთებს მაგ სელექციას გადაწყვეტს ყველაფერს სეზონის წინ, მერე პასუხსაც უფრო მარტივად მოთხოვ, ხო? ანუ შემოვანილია ეს კაცი. შენ შეკარი ეს გუნდი, შენ გინდოდა და ვერაფერი ვერ გააკეთე და კარგად იყავ იმაში, ხო? მოხეშად რო თქვა, ეგრე არის რა და ეხა არა მე არ ეს ბოდიშო გაწყვეტინებ. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ჩვენც ჩარეულები ვართ და ჩვენ სელექცია, ესე რომ ვთქვა, ჩვენ გარეშე მაინც არ ხდება საბოლოო ჯამში, ანუ ჩვენც ჩართულები ვართ უცხოელი მოთამაშის არჩევაში, ქართველები და ასე შემდეგ, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა მაინც ჩნელს აქვს და ბევრჯერ ყოფილა, რომ ესე რომ ვთქვა, ხმის მიცემა გავიკეთებია, ვოუთინგი ვინ ვის ფიქრობ. დემოკრატიული პრინციპი. ხო, რა ესეც ვაკეთებთ ხოლმე რა. თან მე მიჩვეული ვიყავ ეხა დათო რო გავა საქართველოში ალბათ ჩემი აზრით, თუ გაინტერესებთ, საუკეთესო მწვრთნელი არის, ჩემი აზრით. კი, და ჩემი აზრით საუკეთესო მწვრთნელია. ეხა პრობლემები აქვს მაგასაც და აღმოჩნდა რომ რაღაც ერთმანეთის გარშე ცოტა პრობლემები გვაქვს, როგორც ჩანს. ძალიან შევეცვიეთ. ადრე უნდა გაუშვა, რომ 8 წელი ვიყავით ერთად და ну საერთოდ მე და დათო ერთად გაზრდილები ვართ, ხა ბავშვობის მეგობრები და ძმაკაცები ვართ და ну მაგას ვიყავით მიჩვეული ერთად მუშაობას და რაღაცა ალბათ ცოტა მეც რაღაცა შეცდომები დაუშვი, იქ თავარწნელი ბესო რო ყავდა, სავარაუდოდ რაღაცა თვითონაც ვერ იმუშავა იმდენად, რომ კმაყოფილები ყოფილიყავით ორივე მხარე და ну ესე მოხდა წელს ცოტა არეული სეზონი გვაქვს რა და თან ამავდროულად ძალიან დიდი პრობლემა იყო, რომ ტრამვები დაგვენ თქვა თავიდან, იქ მასხულია, იქ უცხოელმა მიიღო ტრამვა, რომელიც მასხულია ვარჯიშობს, ითამაშა პირველ თამაში, წინა თამაში. და იქ უცხოელის საოპერაციო იყო, ეხაც ტაბაღუა ჩვენმა რუკი მოთამაშემ ტრამვა მიიღო, იქ ამოარში ძემას ტრამვა მიიღო და ნუ მოკლედ სულ ტრამვიანი სეზონი მაქვს მთელი ის არის და თან სულ ეს მიწევს რა მთლიანი გუნდით ვერ იმასქენით. ძალიან დიდი პრობლემაა მწვრთნელისთვის, ჩვენთვისაც და თვითონ გუნდისთვისაც რომ შეიკრას გუნდი რა და ნახოთ რა იქნება, მე იმედიანად. იმედია ყველაფერი კარგად იქნება, ორივე თქვენს ორივე შემთხვევაში, იმიტომ რომ გიჭირთ ამ სეზონში. ეხა თან მნიშვნელოვანი ამ ტური ეხა გვიწევს ერთმანეთთან, ხო, ნო? იმედია რომ ეხა თუ მოვიგეთ ცოტა თავი ქუჩში, მაგრამ 90% ანალოგიურად, ხო. მადლობა ძალიან დიდი, ნუ საინტერესო იყო, წარმატებებს გისურვებ ამ სეზონშიც და მომავალშიც, რა ვიცი. აპირებ როგორც მივხვდი კალაბურში დარჩენას და შენაირი ხალხი საჭირო არის კიდევ უფრო მეტი იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში აღარ მოგვიწიოს აი ამ ელემენტარულ პრობლემებზე ლაპარაკი და სასიამოვნო თემებზე ვილაპარაკოთ მომავალში. წარმატებები თამაშის გარდა. წარმატებები თქვენც და არ გააჩეროთ ეს პროექტი და მე მინდა ერთი პატარა ისა გადახვევა, რას უსურვებდი ქართულ კალათბურთს, ყველაზე მთავარი შენი ხედვიდან და შენი ტოპ 5 რო გითხრათ დასრულების დროს. აუ ტოპ 5 არ მკითხოთ რა გეხვეწები ტოპ 5 არ მკითხოთ რა სურვილები პირველ რიგში საქართველოს უსურვებ რომ სწორგზაზე დავდგეთ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდს გავდივართ ახლა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანს და ცოტა კალათბურთზე მაგიტო დიდად არ მეფიქრება მართლა არ მაქვს დიდად ხალის კალათბურთზე ფიქრის და პირველ რიგში მინდა რომ დავდგეთ იმ გზაზე, რაც ევროპის გზა ქვია და ესე რომ ვთქვათ,
წავიდეთ ევროპისკენ და მე ვფიქრობ კალათბურთიც მე ნელა უფრო განვითარდება რა. იმიტომ რომ ეხლა მაგ ევროპას რო ახსენებ, მანდაც ის უნდა მივხვდეთ, რომ კალათბურთელები ეხლა რო უცხოელ მოთამაშეებად ითვლებიან და ფეხბურთელების და ყველა სპორტსმენის სხვა გუნდში ჩაითვლება უკვე იქაურ მოთამაშედ და აღარ იქნება პრობლემა არც ვიზის, არც იმის, ეს ყველას ერთ-ორად შეუწყობს ყველას ხელს. შეიძლება რო არის ლაპარაკი, სხვა ყველაფერზე თავი დავანებოთ, მარტო სპორტს იმდენად ავტომატურად წინ წაწევს. რომ აი ეგრევე მოგვეწონება, ვისაც არ უნდა იმათაც მოეწონება სპორტი თუ. კი, დარწმუნებული ვარ და კალათბურთს უსურვებ, რომ ევროპაში გვეთამაშოს მალე რა. მადლობა ძალიან დიდი. მან დიდი მადლობა და დავიმშვიდობოთ ჩვენ. მადლობა თქვენ.